საღამოშვიდობისა ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. 36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და ალყაში მოქცეული მემორიალი, როგორც ჩაუვარდათ რადიკალებს მორიგი პროვოკაცია. ორმაგი სტანდარტი ევრობიუროკრატებისგან ვინ გააქრობოკიდან საქართველო. 21 მშვიდობიანი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტი სიცოცხლე იმსხვერპლა საბჭოთა არმიამ 1989 წელს ასობით მოქალაქე სასტიკი დარბევის შედეგად დაშავდა ან მოიწამლა, მაგრამ გადარჩა იდეა და 2 წელიწადში უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ასე გახდა 9 აპრილი ორმაგი დატვირთვის ისტორიული თარიღი, ტრაგედიის და ამავდროულად თავისუფლების მოპოვების სიმბოლო. დაღუპული გმირების ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამების ტაძარში მიაგეს პატივი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს როგორც არასდროს უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. ირაკლი ყობახიძემ განმარტა, რომ მართველი გუნდი ვერ მისცემდა სიძულვილს დამატებით ენერგიას და ქვეყანას აარიდა უცხოური ძალის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. დღეს Deep State-ი საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს, ამისთვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები, ამბობს მთავრობის მეთაური. ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. პროვოკაციას არ აუყვებით, ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას, ასე აფასებს რადიკალთა ქცევას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. წერს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ეს ქართველი ხალხის დაკვეთაა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ბურჭულაძე როდიონოვები ცდილობენ ამის გაკეთებას. როგორც მამუკამდინარაძე ამბობს, ქართული ოცნება ყოველთვის შეეცდება დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსეული პასუხი გასცეს. პროვოკაციები და ფიცი ამაყი რუსი საოპერო ბანის მეთაურობით დღეს ნაცმოძრაობის ყველა შტოს პოლიტიკური სახეები ცდილობდნენ დაღუპული გმირების მემორიალთან არმიეშოთ არავინ ვისი პოლიტიკური გემოვნებაც არ მოსწონთ. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ნახეთ დაპირისპირების და აგრესიის სერია იმ ადამიანების მისამართით, ვინც პატივის მისაგებად ტიტებით ხელში რუსთაველის გამზირზე მივიდა. კრებსითი ნაცმოძრაობის ძველმა და ახალგაზრდა სახეებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ ათასი ბინძურეს კადრულობენ, ამას დიდი სირცხვილი არაფერია, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ, თქვა საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ, რომელიც ყვავილებით ხელში პარლამენტთან მივიდა და აგრესიული ჯგუფი დაუპირისპირდა. აგრესიის სამიზნე იყო იმედიც. პროცესის ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეა, როგორც თავად თქვა, ამაყი რუსი ბანი, რომელიც პუტინს ყველა ომის შემდეგ უმღეროდა და მოსკოვშიც ჩასვლა არასოდეს ეპრობლემებოდა. ახლა მისი ინიციატივით სამშობლოს დასაცავად ფიცი ორჯერ დადეს. სალომე ზურაბიშვილის ლიდერად ქცევის მცდელობა რომ ჩაიშალა, ახლა მისი ადგილი რაღაცნაირად სურს დაიკავოს რუსულმა ბანმა. რუსეთში მომღერალი ბანის მხრიდან ფიცის დადების ცერემონია და ამ ცერემონიაში მონაწილე ადამიანები წარმოუდგენლად ამაზრზენად გამოიყურებიან, იმიტომ რომ როდესაც ყავს უღირსი ლიდერი, უღირსი გაქვს მიზნები, არ შეიძლება ფიცის დადებას ჰქონდეს რაღაც მნიშვნელოვანი დატვირთვა, ასე შეაფასა ნინო წილოსანმა. ბურჭულაძის მიერ საჯაროდ დაწუნებული ზურაბიშვილი ისევ უცხოურ სცენაზე დგას. მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი ამჯერად ჩეხეთის სენატში ჩერჩებდა ტრიბუნასთან და წარადგინა ლეგენდა 300,000 ხმის გაყალბების და რუსული სპეცოპერაციის შესახებ. თუმცა ეს მონოსპექტაკლი არათუ ევროპელ პოლიტიკოსებს, არამედ ქართველ რადიკალებსაც აღარ ხიბლავთ. ზურაბიშვილის პერფორმანსს ამჯერად ნიკამელიამ დასცინა. პრეზიდენტობანას თამაში არ შევიდოდი, არ შეიძლება იმპერატორი დამარქვათ, ანუ დამარქვათ ის, რაც არ ვარო. გრძელდება ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევის პროცესი, ოპოზიცია უკვე არ მაზახვლედიან, მათ კი დაგმო ვემიჯნები, რასაც ისინი აკეთებენ, სირცხვილი და დანაშაულია. უარესობისკენ მივდივართ, ტაქტიკურად უკეთეს დღეში არ ვართ ვიდრე 2, ან თუნდაც 4 თვის წინ ვიყავით, ასეთია თვითგვემაში ჩავარდნილი ნაციონალების ხმა ნიკა ობოლაძის შესრულებით. რეჟიმის მხილება გრძელდება ამ კვირაში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირდაპირ მოწმისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიმართლე თუ როგორ მოკლეს ბუტავრა ობაქიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო პატრულის ყოფილმა ჟურნალისტმა მოყვა როგორ გაყავდა ამბავი და როგორ დაამალეს მკვლელობის ამსახველი რეალური კადრები. მოусმინეთ ბუტავრა ობაქიძის დედას, რომელიც იხსენებდა თუ როგორ დაუპირისპირდა სააკაშვილის სისტემა ოჯახს და რა პირობებში იბრძოდნენ სიმართლის დასამტკიცებლად. კომისიაზე ჩვენ ასევე ვუსმენდით მოწმეებს, რომლებიც გახდნენ წამების და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეგრეთ წოდებული ზილების საქმეზე დაკავებულებმა კი ისაუბრეს ციხის შემზარავ ისტორიებზე. ლერი ბერიტაშვილმა გაიხსენა სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნები როგორ ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, როგორ აწამებდნენ მის შვილებს და ამას საკუთარი თვალით უყურებდა. ელექტროშოკი, წყლის ბოთლებით ცემა, სამარტოობლელი საკანი და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ყველა ის მეთოდი, რომელიც სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში მოქმედებდა.
წამების რეჟიმის შემოქმედთა და მეგობრები ისევ აქტიურობენ ევროპარლამენტში. ცნობილი ჯგუფი იუკნევიჩიანი და სხვები რადიკალთა მხარდასაჭერად გაცვეთილ მესიჯს ბოქს ახმოვანებენ გაყალბებული არჩევნების, რეპრესიების და სანქციების აუცილებლობის შესახებ. მთავარი სამიზნე ისევ ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. მთავარი მუქარა კი ქართველი ხალხის დასჯა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გზით. თუ გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება ახლო კონტაქტი ევროპასთან, დაელაპარაკეთ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერებს. საღი აზრისკენ მოუწოდა კოლეგებს უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ USAID-ის და ევროპული ფონდების მიერ ქართულ პოლიტიკაში ჩადებული ასობით მილიონის გაიხსენა და ამას სუვერენული სახელმწიფო საქმეებში ჩარევა უწოდა, ისევე როგორც ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობის გაუგონარ პრაქტიკას. დიალოგის და არჩევნების შედეგების პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა დიეგო დელავალემ. პრობლემებს ურთიერთობებში აგვარებს კონსტრუქციული მიდგომა, ამიტომ გვჭირდება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა, ასეთია ევროპარლამენტარის პოზიცია. ეს არის კოლონიალისტების ქცევა, ასე ეხმაურება ევრობიუროკრატების ქმედებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს ევროკომისიის მხრიდან საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულებას. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა, თქვა დღეს ილხამ ალიევმა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გაძლიერების პირობა დადო. მეზობელი ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ აზერბაიჯანს სურს ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში ევროკომისიასთან, მაგრამ არა აზერბაიჯანული ინტერესების, ახალგაზრდების ტვინების რეცხვის და საშინაო საქმეებში მუდმივი ჩარევის მცდელობის ხარჯზე. ალიევმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ორმაგ სტანდარტზეც ისაუბრა, რომელიც უზბეკეთში შუა დერეფნის პროექტზე ის ესაუბრობდა, რომ საქართველო არც უხსენებია. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა მივაწოდეთ ყველა ის საშუალება, რომელიც დღეს ევროპელებს ეხმარება ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში. საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი, კასპიის საზღვაო გადაზიდვები, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას, ეს ყველაფერი იგნორირებულია, ამაში ამდენი ფული ჩავდეთ. თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ფონ დერ ლაიენს შეახსენა, რომ რუკის იგნორირება, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს, შეუძლებელია. ახლა კი საუბარს ვიწყებთ იმედი ლაივის სტუმართან. ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამომშვიდობისა, ბატონ ირაკლი. საღამომშვიდობისა. მადლობა, რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი უნდა დაგვეწყოთ 9 აპრილის მნიშვნელობით, სიმბოლური დატვირთვით, რომელიც ჰქონდა ამ თარიღს, რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია, მაგრამ ის პერფორმანსი, რომელიც რადიკალებმა შემოგთავაზეს, ამ მან ალბათ ყველაფერი გადაფარა. აი, როგორ მოხდა, რით აიხსნება ის, რომ აი ესეთი მართლა 9 აპრილის იდეების შეურაცხყოფელი ქცევა იხილა საზოგადოებამ დღეს რუსთაველის გამზირზე. თქვენი გადაწყვეტილებაც რამ განაპირობა? დიახ, პირველ რიგში მე ვიტყვი იმას, რომ არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი გამახვილება. უშუალო მონაწილე ვიყავი 9 აპრილის აი იმ სცენაზე ვიდექი, საღამო გარკვეულწილად მიმყავდა მთელი ეს ცვლილობა და იქ იყო მართლა გარკვეული მისტერია. პატრიარქის სიტყვებიც, მერაბ კოსტავას სიტყვებიც, ირაკლი წერეთლის სიტყვებიც, ყველას ქმედებაში იყო რაღაც აღმაფრენა. რაღაც ისეთი, რაც ალბათ განსაზღვრავდა იმ სულისკვეთებას, რაც ქართველ ერში იყო. ეს სულისკვეთება იყო თავისუფლების სულისკვეთება. ეს სულისკვეთება იყო გარკვეულწილად მიახლება იმ რწმენასთან, იმ სარწმუნოებასთან, რითაც საქართველო ოდითგანვე როგორც საქართველო ესე ჩამოყალიბდა და ესე იქნება მუდამ. იქ იყო იმ ადამიანების, რო იტყვიან, დიდი ერთობა, რომელიც უხილავი ჯაჭვებით მთელ საქართველოს უკავშირდებოდა. ამიტომ 9 აპრილის ეს მისტერია, რა თქმა უნდა, რომელიც აი ესეთი დიდი შემოტევით და დიდი ტრაგედიით დასრულდა საბჭოთა ჯარების მხრიდან, ვერ მოერია საქართველოს. და მიუხედავად ამის შემდგომ უდიდესი ძნელბედობებისა, რაც საქართველომ გამოიარა, ეს დღე მაინც იყო ყველასთვის წმინდა დღე. და თბილისში, რო იტყვიან, ომი ახალი ჩამსხრალი იყო და იმ წლებში 9 აპრილის მემორიალთან აი ამ სისხლიან, ასე თქვა, დონეზეც და ტყვიით დაპირისპირებული ადამიანებიც კი ახერხებდნენ ისე მისვლას და პატევის მიგებას 9 აპრილისადმი და მათი იმ სულებისადმი, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ და ხშირად ერთიანდებოდნენ კიდეც.
დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათევა 9 აპრილისა იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა რა არის ერი. და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ აქ უფრო დიდი მზაკრობა იყო ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლების მისვლასთან ერთად უნდა მომხდარიყო ისეთი ტიპის პროვოცირება, ისეთი ტიპის შეჯახების გამოწვევა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა და იმისათვის, რომ კიდევ უფრო საშინელ ფერებში დაეხატათ საქართველო, ვითარება საქართველოში. მოდით ვისაუბროთ პროცესის ორგანიზატორებზე. ეს იქნებოდა, ასე თქვათ, უკვე ახალი, რო იტყვიან, სისხლი, რომელიც სწორედ ამ რადიკალებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მათ ერთ-ერთ რეჟისორს მაკეინის ინსტიტუტიდან წარმოწდა, აქამდე სისხლი რატო არ დაღურილა. კი ბატონო, პროცესს დირიჟორობდა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც თავის დროზე, მათ შორის აგვისტოს ომის მერე კრიტიკის საპასუხოდ ნათქვამი აქვს, რომ ის არის რუსული საოპერობანი და ამით ძალიან ამაყია. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ მათ შორის 2018 წელსაც, როდესაც ეს ციტატები ვნახეთ, რომ მოსკოვში სიამოვნებით ჩავა, სიამოვნებით იმღერებს და არავის არ შეუთანხმებს თავისი ცხოვრების წესს. დღეს პაატა ბურჭულაძესთან ერთად ისე ოპოზიციონერი ლიდერები, ვინც შეკრებილები იყვნენ, დებდნენ ფიცს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. რა სტანდარტთან გვაქვს საქმე? აქ ჩვენ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ფასეულობების ამოტრიალებასთან და ჩანაცვლებასთან. მადლობა ღმერთს, რომ ეს არის მაინც, ასე თქვათ, შეზღუდული რაოდენობა ჩვენი თანამოქალაქეებისა, მაგრამ თვითონ შინაარსობრივად ეს არის, რო იტყვიან, აბსოლუტური ამოტრიალება ღირებულებებისა. ეს არის აბსოლუტური ნიღაბი, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი განზრახვა არის ჩაფიქრებული. აქ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაცა რუსეთში მოღვაწეობდა, ან პოპულარობა იქ მოიპოვა და გარკვეულწილად ამ სკოლას ხელოვნებაში თვლის წარმატებულ სკოლად. ეს არ არის იმდენად ტრაგიკული მოვლენა. ტრაგიკული მოვლენა არის ის, რომ ადამიანმა იცი, რასაც აკეთებ. იცი, რომ შენ ეს დავალება შესასრულებელი გაქვს, იმიტომ რომ აქ პროვოცირება მოხდეს დაპირისპირებისა, ერთმანეთთან დაჯახებისა და ახალი თუ მოხერხდა სისხლისღვრისა. აი ეს არის მთელი ტრაგიკულობა და მთელი ტრაგიკულობა ამისა იმაში გახლავთ, რომ ესეთი ადამიანები, როგორც წესი, არიან ერთჯერადი გამოყენების. თქვენ გონიათ, რომ ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძეს რაიმე პოლიტიკური კარიერა ელის წინ? არაფერი. მისი გამოყენება იყო სწორედ ამ მიზნით, რომ მას მოეხდინა რამენაირად აი ამ დაპირისპირების, ასე თქვათ, შექმნა და მომხდარიყო დაჯახება ორ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს შორის. გამოჩენად შეიძლება ვივარაუდოთ, არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ 31 მარტს მათი შეკრება პრაქტიკულად ჩავარდა და იყო კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ხო, ახალი ფიგურა გამოჩნდა. რა თქმა უნდა, არა, ვერ იქნები ფიგურა. იმიტომ რომ რაც მას დღეს მოვიდა 10-ჯერ უფრო საშინელება, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, რაც 31 მარტს. რა მოხდა? გამოვიდა და არაფერზე ილაპარაკა. მან ეხლა ხელი მოაწერა საქართველოში 9 აპრილის შეურაცხყოფას და არ გამოუვიდა, მაგრამ ჩაფიქრებული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი დაპირისპირება, შესაძლო სისხლიანი დაპირისპირებაც. ამან განაპირობა თქვენი გადაწყვეტილებაც. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ერთადერთი გადაწყვეტილება იყო და ჩემი როგორც 9 აპრილის წამყვანის ერთ-ერთი და თანამონაწილის ირაკლი წერეთელთან, მერაბთან, პატრიარქთან ერთად და იქ ზვიათთან და ყველა იქ ყოფთან ერთად მე ვამბობდი, რომ ეს არის პროვოკაცია, მეტი არაფერი. ანუ ამით გარკვეულწილად იგივე ჩანაფიქრი კეთდება, რა ჩანაფიქრიც იყო, როდესაც როდიონოვის ჯარი დაერია საქართველოს. ეხლა ქართველებისვე ხელით, ფიზიკურად ქართველებისვე ხელით, მაგრამ ისევ გარე ძალა საქართველოს დასამარცხებლად ახერხებდა, უნდა მოეხერხებინა ეს პროვოკაცია. თან საინტერესო რა არის? ვინც იქ, ასე თქვათ, ლიდერობდა ამ პოლიტიკურ სახეს წარმოადგენდა, თუ დავაკვირდებით, დაწყებული ბურჭულაძე და დამთავრებული, რა ვიცი, ხაზარაძეთი, არც ერთი არ იყო იმდროინდელი 9 აპრილის არათუ თანამონაწილე, არათუ გულშემატკივარი, მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ.
აი ეს არის ყველაზე საინტერესო. და ის ვიღაცა ოპერატორი ვარო რო ამბობს და გოგა ხაინდრავას მონას რო ეძახის. იმან უნდა ნახოს თუ მართლა ოპერატორია რა ბრძოლაში აკეთებდა გოგა ხაინდრავა 9 აპრილის იმ ერთადერთ და განუმეორებელ ქრონიკას, რომლითაც საქართველოს მთელ სოფლიო არენაზე გაიმარჯვა და დაამარცხა საბჭოთა კავშირის ამხელა ვეშაპი და დოკუმენტარული მასალა დადო. და დღეს ესენი ვიღაცას ეძახიან მონას, რუს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან დევალვირებული ფასეულობის მატარება, ანუ ფასეულობა დაკარგული ადამიანები, რომლებიც ანალიზს ვერ აკეთებენ ელემენტარულად რასთან აქვთ და ვისთან აქვთ საქმე. და ისინი ვინც ვითომდად ლიდერები არიან. არის ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში დავალების შემსრულებელი, მაგრამ დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებენ სწორედ ეს მხარე ადანაშაულებს ქართულ ოცნებას. დღეს გვესმოდა ეპითეტები, რომ ოცნება ცდილობს ისტორიის გამრუდებას, აკრიტიკებდნენ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც გავრცელდა დღეს და ისინი ამბობენ, რომ ოცნება გარდა იმისა, რომ რუსულ საქმეს აკეთებს, ასევე უფრთხის საერთო დრამე კონტექსტში რუსეთის ხსენებას. მე ამაზე მაქვს ჩემი ძალიან მკაფიო ხედვა. აქ რუსული საქმე ვინც გააკეთა, ხო? მათი ლიდერები არიან. ის რომ რუსეთი საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ტანკებით არის მდგარი და მთელი სტრატეგიული ობიექტები გადაეცა და ყოველგვარი პირობის გარეშე იძახდა მათი ლიდერი პუტინთან დალაპარაკებამ სურსო, ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. აქ ერთი რამე არის, უბრალოდ ვინც მაშინ წააქეზა ეს ჩვენი ვაი ლიდერი და 8 აგვისტო და აგვისტოს ომი, ასე ვთქვათ, რეალობა გახდა, მათ ინტერესებში არის, სწორედ იმ ძალის ინტერესებში არის, რომ საქართველოს მუდმივ დაპირისპირებაში იყოს რუსეთთან. ანუ არასდროს არ დადგეს ის ჟამი, როდესაც საქართველოს შეძლებს იმას, რომ მოახერხოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სჭირდება კონფრონტაციის სუმცირე შესუსტება მაინც. ამიტომ მუდმივად კონფრონტაციული რეჟიმი უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი რაციონალური მიდგომა ქართულ პოლიტიკაში მაშინვე ძირშივე უნდა იყოს ტორპედირებული. ეს არის ამ ძალების მიზანი. იმიტომ რომ ჩვენ სოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ორი გზა არსებობს შენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ერთი გზა არსებობს სამხედრო გზა, რომლის არანაირი შანსი საქართველოს არ გააჩნია და ამასთან ერთად ჩვენ არ გვინდა რომ ოსთან და აფხაზთან ისევ სამხედრო და იარაღის პირით ვისაუბროთ, ეს უპირველესი, ასე ვთქვათ, ჩვენი უპირობო დამოკიდებულებაა და მეორე რა თქმა უნდა რომ ეხლა რუსეთთან ომი წარმოგვიდგენია რაც არის და აღარ გავაგზელებ ამ აბსურდზე საუბარს და სხვა გზა არის სწორედ განვითარების გზა. როგორც თავის დროზე გერმანიის კანცლერმა საქართველოს უთხრა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს წარმატება ეს არის განვითარება სტრატეგიული თმენის რეჟიმში. ანუ ჩვენ თუ გონივრული პოლიტიკა არ გავატარეთ და ჩვენ თუ ავყვებოდით იმას, რასაც ჩვენ გვიკიჟინებდეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დღეს 9 აპრილი იქნებოდა, რომ იტყვიან, ერთი პატარა ტკბილად მოსაგონებელი მომენტი, ისეთი სისხლისღვრა და უბედურება იქნებოდა აი ამ მithomda ცხელგულიანი და ცხელთავიანი ადამიანების ხელში, რომ ყოფილიყო საქართველოს ჩავარდნა. ბატონო ირაკლი, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა დავალება და პრემიერის განცხადებაშიც პირდაპირ პარალელი იყო გავლებული, რომ რასაც 36 წლის წინ აკეთებდა საბჭოთა კგბ იყენებდა მეთოდებს, დღეს უკვე deep state-ი, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის გამოყენებით ცდილობს იმავეს და ვნახეთ ევროპარლამენტში დღეს დებატებიც ისევ არჩევნების შედეგების არაღიარება, ისევ სანქციების მოთხოვნა და მაქსიმალური სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, მხარდაჭერა რადიკალური ძალების. მოდით აი დიდ სურათში თქვენ როგორ გაანალიზებდით, რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი და ინერციით მიდის ეს კრიტიკული განცხადებები კვლავ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან თუ გრძელვადიანია ეს პოლიტიკა? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტა ხანი კიდე გაგრძელდება ეს. ნახეთ რა შეასაქმე. რამოდენიმე ეტაპი იყო, პირველი ეტაპი იყო 2020 წლის არჩევნების
ასე ვთქვათ, ეჭქვეშ დაყენება. და მე ამ ეჭვის ასე ვთქვათ, შესამსუბუქებლად გითხრეს, რომ გაყავით ხელისუფლებაო და ეს შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ ამას გულისხმობდა. მაშინ ხელისუფლებამ თქვა, რომ კარგით, წავიდეთ ამ ნაბიჯზე, თუ ეს მშვიდობას მოგვიტანს. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ როლი ესე გადანაწილდა. თავარი ძალა, ანუ ნაციონალური მოძრაობა ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს, იმიტომ რომ საჭიროდ ჩაითვალა, რომ ორი მხრიდან ყოფილიყო შეტევის საშუალება. ერთი პარლამენტში გადანაწილებული ძალაუფლების და მეორე შეურიგებელი რადიკალური ძალა. და ამიტომ ჩვენ ასე დღე ველოდეთ და მე მივხვდით, რომ ეს ჩვეულებრივი სატყუ არა იყო და ამაზე უარი განვაცხადეთ. ამას შემდეგ მოყვა სააკაშვილის შემოშვება საქართველოში, ხო? არჩევნებამდე 3 დღით ადრე. ეს უნდა გამხდარიყო ახალი ტრიგერი არჩევნებში სიტუაციის არევისა, რომელიც შემდგომში უკვე გამოყენებული იქნებოდა სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არეულობა დაწყებულიყო და ამ არეულობის ფონზე მოსულიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში. თან როცა ამას გეგმავენ, საბოლოო ჯამში მაინც სტარი მონაცემები აქვს საქართველოს მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით. სააკაშვილის მხარდაჭერის კუთხით მათ შორისაც, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა იყოს ოპოზიციის ზოგადად მხარდაჭერი, მაგრამ არა იმ მეთოდებით მოქმედებისა, რა მეთოდებითაც მათ უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. და ბოლო მცდელობა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, რომ ღიად გამოვიდნენ უკვე, მათ ჩათვალეს, რომ არის მომწიფებული დროებისათვის, თუ ეს ძალები, Deep State, ომის პარტია, დასავლეთის ეს გარკვეული ძალები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდნენ, მათ ეგონათ, რომ ის რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გვინდა ევროკავშირი, ნიშნავს, რომ ჩვენ თანახმავ იქნებით, რომ ისევ სატელიტები გახვდეთ, ისევ ვიღაცის ხელში მარიონეტებად ვიქცეთ. და ამაში დამარცხდნენ. და ეს დამარცხება მათ უკვე არა მარტო პროექტის დამარცხებად აღიქვეს, პიროვნულად ეთკინათ. იმიტომ რომ პიროვნულად იყვნენ ჩართულები. და იმიტომ არიან რომ ეხლა პიროვნულად უნდა ბატონი ვიძინა ივანიშვილი, აბა ივანიშვილი, რატო? ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება დავითი გოლიათს ერეოდეს, მაგრამ ეგრე არის ეს. ეს არ არის ბიბლია მარტო, რომ დაიწერა და აღარ მუშაობს, მუდმივად მუშაობს. პატარა დავითის საქართველო მოერევა გოლიათს. ეს მოხდა 9 აპრილს, არავის საბჭოთა კავშირში მაშინ დღეს რომ ბალტიისპირელები აქეთ გვიკიჟინებენ, სიტყვა დამოუკიდებელი ესტონეთი და დამოუკიდებელი ლიტვა არ უხსენებია. საქართველო იყო პირველი. გასაგებია. დიდი მადლობა ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა. ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერს, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი უნდა მოვიწვიოთ და მას უნდა ვთხოვოთ პირველ რიგში იმ პროცესების შეფასება, რომელიც დღეს განვითარდა რუსთაველის გამზირზე, ასევე ვისაუბრებთ ამ დღის მნიშვნელობაზე. ლელა, მოგესალმებით. ბუნებრივია საუბარი უნდა დავიწყოთ დღეს განვითარებული მოვლენებით. როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც ჩვენ დილიდან საღამომდე ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე? საღამო მშვიდობისა და საუბარს დავიწყებ იმ ადამიანების მადლობით, სიყვარულის გამოხატვით, ვინც 9 აპრილის ჯარისკაცები იყვნენ, ჩემი თანამებრძოლების, ეხა ჩემზე წინ იდგა ადამიანი, რომელიც იყო სცენაზე 9 აპრილს და მე ვარ ადამიანი სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი იმაში, რომელიც ვიყავი ხალხში. დღეს ძალიან ბევრმა გულნათკენმა დამირეკა 9 აპრილის ჯარისკაცმა და მე მინდა მათ უთხრა, რომ დამშვიდით, დაწყნარდით, ეს არის ჩვენი დღე, ვერავინ ვერ ამოშლის ამას, ვერ ჩვენი გულიდან, ვერ ჩვენი ბიოგრაფიიდან, ვერ ჩვენი ემოციიდან და ჩვენ ვართ მართლაც ბრძანა სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და ყველა პროვოკაციას უნდა გაუძლოთ. ისევე ვერ ამოშლიან ჩვენი გულიდან, როგორც აი იმ დღევანდელი პოლიტიკური პლატფორმის ლიდერშიპის ბიოგრაფიიდან ვერ ამოშლიან ჩვენი მოწინააღმდეგი საბჭოთა სამხედრო მანქანის მხარეზე ყოფნას. მოდით ახლა გავშალოთ, რაც ბატონმა ირაკლიმ თქვა. აქ ხდება ასე, რომ დღეს დავინახეთ ერთი პოლიტიკური პლატფორმის ადამიანები, რომლებიც იყვნენ რაღაც ოკუპირება მოახდინეს და თითქოს საშვებს გასცემდნენ, ვინ უნდა შესულიყო, ვინ უნდა გამოსულიყო, ვის ქონდა უფლება, ვის არ ქონდა უფლება. ამ პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები ეხლა ჩამოვყვეთ, მაგალითად ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენ რომ ვიდექით 9 აპრილის ღამეს იქ და სიცივისგან, ხან შიშისგან, ხან იმისგან, რომ არ დაგძინებოდა შავლეგოს მღეროდით, სალაღობოს მღეროდით და კოჭრის თავზე თეთრი დროშა ფრიელებდა მღეროდით, ბატონი პაატა
იყო რუსი ბანი და მღეროდა გორბაჩოვისთვის და ეს ის გორბაჩოვი იყო, რომელსაც თქვა, რომ პრიდავკი პაგიბლი ლუდზი, ანუ ჭყლეტაში დაიღუპა ხალხიო, ეს ერთი. მეორე, იმ ლიდერშიპიდან, დღევანდელი დღის შემქმნელის ლიდერშიპიდან ლიდერშიპი კი არა, ბელადი, მაგალითად სააკაშვილის ოჯახი, ესენი პირდაპირ წარმოადგენდნენ საბჭოთა სამხედრო მანქანას, ანუ საბჭოთა კაკებეს თვალსაჩინო წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს ამბავი ყველა მიცით. კიდევ მათი ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც იყო კომკაშვილის მდივანი და კომკაშვილის ბუჩქებიდან გახსოვთ, იწერდნენ მაშინ ასეთი იყო, იწერდნენ გვარებს, რომ შემდეგ დავებეზღებინეთ ვისად ვიდექით, ვინ ვიყავით აქტივისტი, ვინ არა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი კომკავშირის ზოგიერთი კომკავშირის წარმომადგენელი, მაგეთ ჩემი ბავშვობის მეგობარი გიაჯიკია. ხაზარაძეს გულისხმობ, ხა მივა ბოლომდე. გიაჯიკია, მაგალითად, კომკავშირის მდივანი იყო ზოგიერთ ინსტიტუტის. პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე იდგა, როგორც ჩვეულებრივი, აი ჯარისკაცი, 9 აპრილის ის კი არა, მისი მამიდაც იქ იდგა, უდედმა მოიღო და მამიდამ გაზარდა და ყველაზე რთულ მომენტებში კი არ დაუტოვებია ის ადგილი და ამისგან განსხვავებით ახლა ხო არის კომკავშირებს შორისაც განსხვავება ის იდეური კომკავშირელი იყო ჩვენ მისი არჩევანი იყო აი მაგალითად დღევანდელი დღის ერთ-ერთი ლიდერშიპიდან იცით თქვენ რომ 9 აპრილის შემდეგ შევიდა მაშინ რა ქვია კომუნისტურ პარტიაში ხომ აი ასეთი ადამიანების მიერ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმა დღეს იდგა და გაცემდა საშვებს. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არც ბიოგრაფიული ბმა არ აქვს 9 აპრილთან ისინი იდგენ მოწინააღმდეგე მხარეს და არც იდეური მხარე. ხო, მაგრამ იქ იყვნენ ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ იცი რა, ისინი იცავენ სამშობლოს ორჯერ ფიცი დადეს ამისთვის და შესაბამისად ეს ანტურაჟი გაფორმებული იყო, რომ ახლა ეს ხალხი, ვიზეთ თქვენ ყვებით კომკავშირში რომ იყვნენ და საბჭოთა დროს იმ დროს მღეროდნენ და ეტრფოდნენ, ახლა იცავენ ქვეყნის თავისუფლებას ოცნებისგან. უყურეთ, ვერ გავექცევით ფაქტებს. ახლა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ სტუდიაში, რომ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომელიც არიან აღქმით სივრცეში და ფაქტების სივრცეში. ფაქტები ხდება ასე, რომ ჩვენ ახალგაზრდები მივედით მაშინ რუსთაველის პროსპექტზე და აბსოლუტურად მშვიდობიანად ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას და ვითხოვდით დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესენი მივიდნენ რუსთაველის და მიდიან რუსთაველის პროსპექტზე და ითხოვან ძალაუფლებას, ხო? მოგვეცით ხელისუფლება. ახლა ამას რაც არ უნდა სიტყვებით შევალამაზოთ, ხო ვერ ეს ხო ასეა. და ვერ წავშლით ამას. ეხლა ვაგრძელებდი რომ არა ბიოგრაფიული ბმა არა და იდეური ბმა არა. დღეს უყურეთ ერთმა პოლიტიკურმა პლატფორმამ ჩაიგდო ხელში მთელი პროცესი. და ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე გავედით იმიტომ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველო მოვითხოვეთ და მე მოვითხოვეთ ყველაზე მეტად რაც გვაკლდა. გვაკლდა ის, რომ ვიყავით ერთი პოლიტიკური ძალის და პლატფორმის ჰეგემონიაში და ვითხოვდით ახალგაზრდები ისეთ საქართველოს, სადაც იქნებოდა მრავალი პოლიტიკური ზალა, თავისუფალი აზრი და ადამიანებს შეეძლებოდა სხვადასხვა აზრის კონკურენციაში ჭეშმარიტი გზა ეპოვნათ და სხვათა შორის ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ მარტო ჩვენი უფლებისთვის კი არა, რომ ჩემს მოწინააღმდეგესაც ქონოდა უფლება გამოეხატა თავისი აზრი და სხვა შორის ევროპული ფორმულა ასეთი, რომ მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შენ კონდეს უფლება იყო ჩემი წინააღმდეგი. სხვა შორის ევროპამ გადაუხვია მე ამ გზას. აი ამისთვის მივედით ჩვენი და დღეს როცა დავინახეთ რომ ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად ერთ აზრზე და ამბობდნენ რომ ვინც მე ვინდა ის შემოვა და ვინც მე და არ გამოვა ეს არ შემოვა აქ საერთოდ ამ ადამიანებს აღმოჩნდა რომ 9 აპრილის არსი ვერ გაუგიათ და ვიტომაც ვამბობთ რომ როგორც ბიოგრაფიის ასევე იდეურად ისინი აბსოლუტურად უცხო არიან ამ თარიღიდან. კიდე ერთი რაც მინდა ვთქვა და კითხვას ახარ დავალოდები არსებობენ თარიღები, არსებობს ადგილი და არსებობენ თემები, სადაც გახლეჩილი საქართველო უნდა შეხვდეს ერთმანეთს. თუ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა შეხვედრის ადგილს ვერ დაინახავს, იმის პერსპექტივა მომავალში არის 0. ჩვენ რამდენიმე ასეთი ადგილი გვაქვს, და სხვათა შორის ამ ადგილებს თავიდანვე ბრძოლა გამოუცხადეს. მაგალითად ეკლესია, ხო, რომელსაც ბრძოლა გამოუცხადეს, როგორაც შეეძლოთ ისე გასვარეს. მაგალითად ჩვენ გვაქვს შეხვედრის, გახლეჩილი საქართველოს შეხვედრის თემა ფეხბურთი, ხო? და იცით, რა დღეში ჩააგდეს ფეხბურთელები და მე კიდევ ერთხელ მინდა ამ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადო. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ მათ იციან, რომ საქართველოს შეხვედრის ადგილია მათი თემა და ესენი პოლიტიკოსებზე მეტად უფრთხილდებიან ამას და ძალიან დიდი მოქალაქეობას გამოხატავენ ამით. და 9 აპრილიც ერთ-ერთი არის საქართველოს შეხვედრის თემა. ეს არის წმინდა თემა ყველასთვის და თუ პოლიტიკოსი ამას ვერ დაინახავს, თუ ამ შეხვედრის თემას ისინი მოსპობენ და გააჩერებენ, მაშინ მათ
საერთოდ პოლიტიკურ პერსპექტივაზე პოლიტიკაში უფლება აი აღარც უნდა ქონდეს პრეტენზია და ისინი ეს არის მათი დამარცხების ფორმულა. საერთოდ აი ამის გამო დღესაც მოხდა მე ვთვლი რომ ეს დღე მათთვის იყო ძალიან წარუმატებელი დღე და თუ მიხვდებიან ცოტა შორის ერთ ორი სხვანაირად შეაფასეს თავად აი ამ მემორიალის ოკუპანტებმა ბოლოს გამოაცხადეს რომ ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ რომ არ მოუშვით ხელისუფლება რუსთაველის გამზირზეო და მართველი გუნდი მართლაც ლიდერები წავიდნენ და ტაძარში სამებაში პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს ხო მოდით ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე მაგასაც მე მინდა გითხრათ ასე არავის ეგონოს რომ როცა ოკუპირებულია თარიღები შეიძლება ეს მოხდეს 26 მაისსაც ზოგ საერთო შეხვედრის ადგილები და მინდა აღვნიშნო ეხლა რომ ერთმა ორმა პოლიტიკოსმა ვისაც დღეს უსმენდი ძალიან კარგად დაიჭირეს და მიხვდა რომ ეს იყო უბსკრული, ეს იყო ძალიან წამგებიანი და განაცხადა რომ აქ ვინც ეხლა სხვა მოსაძრების ადამიანს არ უშვებს რომ ის არის დაუშვათ პროვოკატორი, ეს მათ კარგად დაინახეს. და ვისაც გონია ეხლა რომ ჩვენ იქ არ მივედით და იმიტომ რომ რაღაცა მათი გამარჯვება შეგვეშინდა, არა ჩემო კარგო. ეს არის ისეთი კავკასიური ცარცის წრე, სადაც გამარჯვებული არის ის ადამიანი და ყველაზე მეტად მოყვარული საქართველოსი არის ის ადამიანი, ვინაც აი როგორც იმ ბავშვის მშობელმა დაიძახა არ შემიძლია შუაზე ხომ არ გავგლეჭ და დიდი სიყვარულის გამო გაუშვა ხელი, დიდი პასუხისმგებლობის გამო გაუშვა ხელი, ჩვენ ეს ადამიანები, ვინაც დღეს დავთმეთ და არ მივედით, თუნდაც ჩვენი საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, აი მისი გამარჯვება იყო დღევანდელი დღე, აი ამ კავკასიურ ცარცის წრეში ამ როლში გამოვედით. მოდი დაფიქრდეს ყველა ეს ადამიანი, რა როლში არიან კავკასიურ ცარცის წრეში ისინი, როგორ გლეჯენ, როგორ ტკენენ საკუთარ სამშობლოს და რა მომავალში როგორ შემოუბრუნდებათ ეს მას. რაღაცნაირად რო შევაჯამოთ ჩვენი ეთერი. აცნობიერებენ კი ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ამას სცენაზე დგანან, რომლებიც დღეს რაღაცნაირად ცდილობენ თარიღების ოკუპაციას, რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება დამანგრეველი ამ ქვეყნისთვის და ფიქრობთ რომ შეიძლება რაღაც პერიოდის მერე მათ გაიაზრონ თუნდაც დღეს რაქნეს? გამიმეორებ რომ ეს იყო ძალიან წარუმატებელი დღე მათთვის. ესენი ალბათ მე გვახსენე ორი პოლიტიკოსი რომელიც მიხვდა სხვათა შორის შეიძლება არ გამოვრიცხავდა გამორიცხულია საერთოდ რომ არ მიმხვდარიყვნენ, მაგრამ ორმა გაბედა ამის თქმა და მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი თავიანთ ოფისებში შემდეგ შეკეტილები ძალიან კარგად მიხვდებიან იმას რომ დღევანდელი დღე იყო კიდე უბსკრულის გაზრდა მათსა და ხალხს შორის. თუ პოლიტიკოსი არ ხარ იმისთვის მომზადებული რომ შეხვდე საქართველოს, შეხვდე საწინააღმდეგო აზრის მქონე მატარებელ საზოგადოებას, მაშინ რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებით? იცით, ყველა საზოგადოებრივი პროტესტი ითარგმნება პოლიტიკურ პროცესში და შემდეგ ითარგმნება ხელისუფლებაში. დღევანდელი გზავნილი, საერთოდ პოლიტიკური პროცესების გზავნილი არ არის მხოლოდ მათ თანამოაზრეებისთვის. პოლიტიკური პროცესების გზავნილი არის მთელი ქვეყნისთვის და დღევანდელი გზავნილი იყო ასეთი. და არ შეიძლება მათ არ დაენახათ, თუ არ დაინახეს, ახლა მომისმინონ, რომ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ გადავწყვიტავთ, ვინ ის უნთქოს, ვინ არის უნთქოს, ვინ სად მივიდეს, ვინ იცოცხლოს, ვინ არ იცოცხლოს და ამის შემდეგ მათ გაუკვირდებათ, რომ ადამიანები მივლენ და 10 ჯერო დაინიშნოს არჩევნები, აღარ მიცემენ ხმას, იმიტომ რომ ელემენტარულად ბადებენ შიშს, იმიტომ რომ თუ ახდენ ყველაზე ძვირფასის და წმინდას ოკუპაციას, მე შენ საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა განდო? აი ეს არის ამომრჩევლის მხრიდან დანახული ეს ამგებიანი დღე. დიდი მადლობა ლელა რაზიკაშვილი, ვაჟებ-შეველის ფონდის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი დღეს 13 გემშვიდობებით. ბრუნდებით ხვალ 23 საათზე, მადლობა რომ გიყურებთ.